ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მიუხედავად განსხვავება მდიდრებისა და ღარიბების შემოსავლებს შორის კიდევ უფრო მატულობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი იზრდება. Საქსტატის ბოლო 2023 წლის მონაცემების მიხედვით საქართველოში უთანასწორობის მაჩვენებელი იგივე ნიშნულზე დარჩა და 0.36% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2006 წლიდან მოყოლებული, როდესაც საქსტატმა აღნიშნული მონაცემების გამოქვეყნება დაიწყო. Შემოსავლებთან დაკავშირებით არის ასეთი კოეფიციენტი, ჯინის კოეფიციენტი ქვია, რომელიც განსაზღვრავს შემოსავლების უთანაბრობას, ასე რომ ვთქვათ. თუ თქვა ჩვენ მოვიშველიებ ჯინის კოეფიციენტს, გამოდის რომ მდიდრების შემოსავლები ხშირ შემთხვევაში იზრდება, ღარიბებისიც იზრდება, მაგრამ ვერ ეწევა იმ პროცენტულად მდიდრების დას. ანუ ეს ახლა გამოწვეულია ხშირ შემთხვევაში იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა იზრდება, ასე უცებ შეიძლება ეს ადამიანმა ვერ იგზნოს, განსაკუთრებით იმ ადამიანმა, ვისი შემოსავლების დაბალია. ჩვენ ვიცით, რომ ოფიციალური მონაცემებით საშუალო ხელფასი გაიზარდა წინა თვეს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ სტატისტიკის სამსახური ამას ანგარიშობს ჯამურად კონსოლიდირებული მონაცემიდან გამომდინარე საშუალო გამოყავს. ხშირად არის ხოლმე სპეკულაციები და პიროვნებებიც გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ თქვათ მე არ გამზდია ხელფასი და როგორ გაიზარდა საშუალო ხელფასი. ხშირად ხვდებით ასეთ პრეტენზიებს. რაღაც არასამართლიანი დათვლა მაგ ანუ ჩვენ კანონმდებლობას მოვიშველიებთ არსებულ მეთოდოლოგიას, სტატისტიკის სამსახური არსებული მეთოდოლოგიით ამას სწორად ანგარიშობს. ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ ხოლმე, რომ საჭიროა მეთოდოლოგიის დახვეწა და უფრო თანამედროვე სიახლეების დანერგვა მეთოდოლოგიის კუთხით და მიუხედავად იმისა, რომ ხელფასის ზრდა ფიქსირდება, საშუალო არითმეტიკული და გამომდინარე ეს რეალური ციფრია. ანუ მეორე თემაა ცალკე, ვთქვათ, რამდენი უნდა იყოს, ვთქვათ, საშუალო მინიმალური ხელფასი. ზოგადად ახლა ხელფასი ეს ცოტა ისეთი ზოგადი მცნება, ხელფასი ზოგისთვის შეიძლება 5000 ლარია ხელფასი, ზოგისთვის 300 ლარი, ზოგისთვის 400. ამიტომ აქაც გვინდა ჩვენ გარკვეული სტანდარტის დანერგვა, რომ ვთქვათ, ხელფასი არანაკლებ რამდენი ვთქვათ. თუ ჩვენ ახლა 100 ლარს და 200 ლარსაც ხელფასს დავარქმევთ, მაშინ მთლიანობაში სტატისტიკის სამსახური 100 ლარსაც ანგარიშობს 200 და ჯამური გამოხავს. ამიტომ შეიძლება მაღალ ხელფასიანი პიროვნებების ხელფასი გაიზარდოს, თქვათ 15%-ით პირობითად რო თქვათ. დაბალ პროცენტიანების გაიზარდოს 10-ით. მაგრამ ჯამურად 10%-ზე მეტი გამოვა მაინც გასდა. აი ამაშია საშუალო არითმეტიკული გამოდის ამ შემთხვევაში. გამოსავალი არის ის, რომ არსებული ეკონომიკის ზრდის ფონზე ეტაპობრივად უნდა მოხდეს მოსახლეობის შემოსავლების ზრდაც და უფრო საგრძნობი უნდა იყოს მოსახლეობისთვის. დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის კი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ნაკლებად შესამჩნევია. მათი ჯამაგირი მაღალ ფასებს ვერ წვდება. გაზურებულია ყველაფერი ვიზია და ხალხი გაჭირებით ცხოვრობს, უჭირს, ძალიან ბევრს უჭირს. შეხედავ შეგეცოდები. საარსებო მინიმუმი 500 ლარი მაინც უნდა იყოს, რომ იარსებოდა. დანარჩენი ახლა მარტოარსებობა ხო არ არის. როგორც ბორის ჭიჭინაძე გვეუბნება, დათვლის მეთოდოლოგიის დახვეწა და მასში ცვლილებები აუცილებელია, საიმისოდ, რომ კანონმდებლობა რეალობასთან ახლოს იყოს. ამ დროისთვის კი ჯინის კოეფიციენტი, რომელიც ქვეყანაში შემოსავლებს შორის განსხვავებას ასახავს, 0-დან 1-ის ინტერვალში მოძრაობს.